TikTok-ში მონეტიზაცია ფაქტიურად აღარ არის. ჩემი ვიდეოებიდანაც ბევრმა იცის, რომ საზღვარგარეთ TikTok-ი უხდის თანხას ყოველ 1000 დახვაში კრეატორებს. ამ მონეტიზაციის დახმარებით მეგობრებო, სადაც მონეტიზაცია არსებობს, ძალიან კარგ თანხებს გამოიმუშავებდნენ კრეატორები. ჩვენც გქონდა საქართველოში მცდელობა, რომ საფრანგეთის აკაუნტი გაგვიკეთებინა და ჩაგვერთო მონეტიზაცია, საქართველოში მართლა თეთრებს ეხდიდნენ მაშინაც და ახლა მით უმეტეს არაფერს აღარ იხდის TikTok-ი, როცა ჩვენ ვიდეოს ხალხი უყურებს. სხვათა შორის მაყურებლებს ძალიან გაუხარდათ, რომ ვითომ იოლი ფულის შოვნა უკვე აღარ იქნება შესაძლებელი TikTok-ის დახმარებით, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ მსგავსი კონტენტის კეთება, რომელშიც TikTok-ი ფულს იხდიდა, არამც არ არის მარტივი საქმე, ეს საკმაოდ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ამიტომ უცვლელი კრეატორები უკვე არიან ძალიან შეწუხებული ამ ფაქტით, ეძებენ მონეტიზაციის სხვადასხვა ხერხებს, რომ მაინც შეძლონ გამოიმუშავონ TikTok-ში თანხები. თქვენ რა სიტყვით ამ სიტუაციასთან დაკავშირებით? გაგიხარდებოდა თუ არა, რომ საქართველოში ყოფილიყო მონეტიზაცია და აი ესე უცებ გამქრალიყო.